სამთო სათხილამურო სპორტის მოყვარულებს წელს განსაკუთრებული ზამთარიელი. სეზონის დაწყებას ბაკურიანის და გუდაურიც უამრავი საინტერესო და სასიამოვნო სიახლით ხდება. სამუშაოების დასკვნითი ნაწილი ყველაზე აქტიურად ამ ეტაპზე ბაკურიანში, დიდველზე მიმდინარეობს. წლევანდელ სეზონზე აქ მისულ სპორტსმენებსა თუ უბრალოდ დამსვენებლებს უამრავ სხვა დადებითთან ერთად ყველაზე მთავარი მუდმივი თოვლი დახვდებათ. კურორტების გათოვლიანება ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა სწორედ ამ სპორტის სახეობისთვისაა. თუ წინა წლებში საქართველოს სამთო სათხილამურო ფედერაციის მიერ ორგანიზებული საქართველოს თასის გათამაშების ეტაპების რაოდენობა 4 ან 5 იყო, ამ სეზონიდან მათი გაზრდა იქნება შესაძლებელი. რაც მთავარია დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომელიც საქართველოში პირველად არის დამონტაჟდა როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში დიდველზე. ეს გრანდიოზულ შესაძლებლობებს აძლევს თვითონ კურორტს, ჯერ ესეთი იმითი რომ სეზონის გაზრდის საშუალებას იძლევა მინიმუმ თვენახევრით, შეიძლება 2 თვითაც. ამის გარდა დამსვენებელს, რომელიც გეგმავს ბაკურიანში ჩამოსვლას, წინასწარ ეწოდინება, რომ გარანტირებულად დახვდება თოვლი და არ იქნება ის დამოკიდებული ბუნებრივ კლიმატურ პირობებზე. ტექნიკა, რომელიც სასრიალო ბილიკებსა და მიმდებარე ტერიტორიას გარანტირებული თოვლით უზრუნველყოფს, მარტივი პრინციპით მუშაობს. ხელოვნური გათოვლიანების სისტემა მოითხოვს ძალიან დიდი რაოდენობით წყალს. გაზაფხულიდან დაგეგმილი არის თვითონ დიდველის ერთ-ერთ მონაკვეთში ხელოვნური წყალსაცავის, ხელოვნური ტბის გაკეთება გათოვლიანებისთვის, ხო, რაც შეეხება წლევანდელ წელს ამ ეტაპზე წყალკანალი მოგვაწვის წყალს. თვითონ გათოვლიანებას რაც შეეხება, ეს არის სისტემა, როდესაც მაღალი წნევის მილებით წყალი მიეწოდება თვითონ უშუალოდ აგრეგატს და ასევე მიეწოდება გაციებული ჰაერის ნაკადი, რომელიც კომბინაციაში ერთად და მაღალი წნევით გამოფრქვევის შედეგად ჰაერშივე გარდაიქმნება თოვლა. ტბა, რომელიც მომავალი წლიდან ხელოვნური თოვლის აპარატებს წყლით უზრუნველყოფს, პირველი საბაგიროს ბოლოსა და მეორის დასაწყისის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გაკეთდეს. გეოლოგებს ტერიტორიის შესწავლა და წინასწარი სამუშაოები უკვე დაწყებული აქვს. ტბა კი, რომელსაც საბოლოოდ მივიღებთ, ზაფხულში ჩასულ დამსვენებლებსაც მოემსახურება. ჩვენ ამ ტბას, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ აუცილებლად ზაფხულშიც, სადაც იქნება გაერთობა ზაფხულში ჩამოსული ბაკურიანის ტურისტები, გაერთობიან და მიიღებენ ძალიან დიდ სიამოვნებას. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ტრასებზე დამონტაჟდა ღამის განათება, ასე რომ სრიალის მოყვარულები შეზღუდული არც დროში იქნებიან. შეკეთდა და განახლდა საბაგიროები. ექსპლუატაციაში შევიდა ეგრეთ წოდებული დაკიდებული ლიფტი, რომელიც 2702 მეტრ სიმაღლეზე ადის და იქედან თხილამურითა თუ სნოუბორდით დაშვების საშუალებას იძლევა. სიახლეა ექსტრემის მოყვარულთათვისაც. მათ დიდველზე ახალი, ეგრეთ წოდებული შავი ტრასა დახვდებათ. შესრულდა დამატებითი სამუშაოები, რა თქმა უნდა, გაიწმინდა ტრასები, გაფართოვდა ძალიან ბევრი ტრასა, გაიწმინდა ქვებისგან, დაემატა რამოდენიმე ახალი საინტერესო ტრასა, სათხილამურო, რომელიც, დღესდღეობით ესე ჩვენი თქმით, მოთხილამურების თქმით, ცოტა შავი ტრასაა, ანუ ცოტა რთულია, მაგრამ მაგის მოყვარულებით ძალიან ბევრნი არიან, როგორც საქართველოში, ასევე ჩამოსულ ტურისტები. დამსვენებელთა სრული კომფორტისთვის სხვა უამრავი დეტალიც გათვალისწინებულია. მთელს ბაკურიანში დამონტაჟდა ტაბლოები, რომლებიც ყველა საჭირო ინფორმაციას იძლევა. სპეციალური კუთხე გამოიყო ბავშვებისთვის, სადაც მათ ანიმატორები გაართობენ. გაქირავდა საბაგიროსთან მდებარე რესტორანი, გარემონტა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭრვა კინოთეატრი. სასიამოვნო სიახლე დახვდება უცხოელ ტურისტებსაც. მთის პერსონალის 2 წლიანი გადამზადების კურსები დასრულდა. მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის შედეგად, რომელსაც ამერიკელი და ინგლისელი მოხალისეები უძღვებოდნენ, ტურისტსა და პერსონალს შორის ენობრივი ბარიერი აღარ იარსებებს. თანამშრომლების გადამზადება მოხდა ამერიკელ და ბრიტანელ სპეციალისტების მიერ ინგლისური ენის დაუფლების მიზნით, რაც გაადვილებს ვიზიტორების ჩამოსვლის პერიოდში კონტაქტს, ურთიერთობას და როგორც დახმარების მხრივ, ასე მომსახურების მხრივ. საქართველოს მთიან კურორტებზე, მათ შორის ბაკურიანში ბოლო 5 წლის მანძილზე საქართველოს თასის გათამაშების ეტაპები რეგულარულად იმართება. სამთო სეზონის მანძილზე წარმატებული სპორტსმენები ხვდებიან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ეძლევათ საშუალებას საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში.
წელს საქართველოს ეტაპებს ბაკურიანი და გუდაური სრული შემართებით საერთაშორისო სტანდარტებით უმასპინძლება, რაც ხელს შეუწყობს მომავალში სამთო სათხილამურო სპორტში მრავალი ნიჭიერი სპორტსმენის აღმოჩენას. როგორც სამუშაოების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამბობს, არსებობს პერსპექტივა და საფუძვლიანი ამბიცია იმისა, რომ მომავალში ყველა საერთაშორისო სტანდარტი დაკმაყოფილდეს და ბაკურიანმა კონკურენცია პრესტიჟულ უცხოურ კურორტებს გაუწიოს. დიდველიც მთაც და გარდა მაგისა მარტო დიდველი არა, მთლიანად ბაკურიანი, როგორც ადრე ძველ წლებში იყო ძალიან სერიოზული კურორტი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი, სპორტსმენები ჩამოდიოდნენ, ზამთრის სახეობის სპორტსმენები ზამთარში, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულ წვრთნას გადიოდნენ და ეს იყო მორბენდებისთვის გაკეთებული ბილიკები, იყო ტრამპლინები ეგრეთ წოდებული, იყო ბიატლონის ტრასები, რომელიც რა თქმა უნდა აუცილებელია რომ ეს აღდგეს. თუ ეს პროექტები გაგრძელდება, რა თქმა უნდა ბაკურიანი მალე უკვე რამოდენიმე წელიწადში შეძლებს რომ ბაკურიანის და გუდაურიც შეძლებს ეს ორი კურორტი რომ გახდეს საერთაშორისო დონის და უკვე კონკურენცია გაუწიოს სხვადასხვა სერიოზულ კურორტებს. თუმცა ეს უკვე სამომავლო პერსპექტივაა. წელს კი ქართველ და უცხოელ ტურისტებსაც კომფორტითა და გაუმჯობესებული პირობებით სიამოვნების მიღება უკვე 20 დეკემბრიდან შეეძლებათ. საქართველოში სამთო სათხილამურო სეზონი ოფიციალურად 5 დღეში გაიხსნება.